აი ერთი ნათელი მაგალითი ერთ-ერთი და აი ყველაზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი როგორ ადამიანებს ვაჯმევინებ, მაპატიეთ ამ სიტყვაზე, ჩემი ასე ვთქვათ, აი კომენტატორებიდან თუ რაღაცებიდან მეგობრები ქვია ამას თუ რა ვქო, ბლოკავ ულაპარაკოთ, უბრალოდ საკადრის პასუხის გაცემის შემდეგ ბლოკავ. რასაც ახლა თქვენ აქ ხედავთ სკრინზე. ანუ ეს არის კომენტარი ჩემს ვიდეოზე, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს პატრიარქს წინა ვიდეო, და ნუ საუბარს იმაზე, რომ ზოგიერთ რეგვენს და ხეპრეს არ ესმის ეკლესიის ფუნქცია, დანიშნულება რა არის. მე რომელსაც ვიღაცამ შეიძლება ურწმუნო ადამიანიც კი მიწოდოს იმის გამო, რომ არა ვარ ამ რელიგიური რიტუალებისადმი მიდრეკილი, ხო? მე უკეთ მესმის მეთქი ეკლესია რას ნიშნავს და რა არის. ვიდრე აი ესეთ ხეპრეებს, რომელიც ამ დროს აი ამას რო კითხო, ეკლესიურია ვარო გეტყვის და რწმენა ვარო, მართლმადიდებელი ვარო და რწმენა მაქვს და რაღაცა და აი სიდებილის დონე რა, გონზე არ არიან ეკლესია რა არის. რელიგიის დანიშნულება რა არის, რწმენა რა არის და მღვდელმთავრის თუნდაც პატრიარქის დანიშნულება, მოვალეობა რა არის. გონზე არ არიან ტიპები, აი ესე პრიმიტიულად ხედავენ. ხდებით რა ხდება, რომ თურმე აი ამ დებილის და რეგუნის და ამნაირი რეგუნების აზრით რუსთაველზე როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი, ჭეშმარიტი სულერი მამა, ნუ ილია მეორეზე ლაპარაკობს, რა თქმა უნდა გავარდნილიყო და ჩამდგარიყო კუაში. აი ესე პრიმიტიულად ხედავენ და უყურებენ ეკლესიას, მაგრამ აქ არის თავარი ფაქტორი რა არის, იცით, აი ყველაზე გამაოგნებელი რომ ეს ისე რო კონდეს ეს აზრი, შემდეგ აი მოусმინა იმ ჩემ ვიდეოს, წინა ვიდეოს, სადაც 10 წუთი მიდის ამის განმარტება, რომ ეს არ არის ხალხო. აი მე ხა არ მინდა არავისთან შემოდის და მაინც ამას წერს. არ მინდა ხა არავის, აი მე რა მოხდა, შეიძლება სხვა აზრი აქვს, შეიძლება, მაგრამ სხვა აზრი რო ჩამოყალიბ ეს რომ არა მე არ გეთანხმები, მე ესე ამას ესე კი არ ვხედავ ისე. ანუ იმ ვიდეოს მოусმინა და აი მაინც ესე ხისტა და ამას ერთი კითხვა მაქვს, რასიზმ და ჭეშმარიტი სულერი მამა. ანუ მთელი ვიდეო, მთელი 10 წუთი იმაზეა ლაპარაკი იქ რომ ესე არ უნდა ხედავდეთ ჭეშმარიტ სულიერ მამას. ამაზეა ამის ახსნა არის მთელი 10 წუთი. ესე იგი ამ რეგვენმა და ამნებმა რეგუნებმა არათუ ზოგადად იმ ვიდეოშიც ვერ გაიგეს ამნაირ რეგუნებს უკითხარი, რომ ნუ რეგუნობთ მეთქი, არ რეგუნობა, ესეთ შეხედულება არის რეგუნობა მეთქი. თუ არ მეთანხმები, ის მაინც დამიწერო, არა, ჩემი აზრით არ არის რეგუნობა, რაღაც არა. იქ ვერ გაიგო მე რას ლაპარაკობ. შემოვიდა და კითხვა დაამისვა ჩამჭრელი, რომ რა უნდა ქნას ჭეშმარიტმა სულიერმა, ანუ ამ რეგუნებმა, ამ ხეპრეებმა იციან, რა უნდა ქნას ჭეშმარიტმა სულიერმა მამამ და ილია მეორემ არ იცოდა კაცო. ეხლა მე მაქვს ერთი კითხვა, მე ხეპრებთან ამას რა თქმა უნდა გავაჯმევინე, მართლა ამოვიდნენ ყელში რა. მართლა ამოვიდნენ ყელში ესეთ გამოყლევებული რეგუნები. რომლებსაც ესე პრიმიტიულად ესმით ეკლესიის დანიშნულება, მაგრამ ესეთ ხეპრეებთან მაქვს ახლა ერთი კითხვა მე რომ კარგი დაუშვათ ეგრეა რასაც შელაპარაკო. ილია მეორის დაკრძალვაზე პატივის მისაგებად მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, თუ არ ვცდები, რავი, 1,5 მილიონი, 2 მილიონამდე. და ყველა ამ ადამიანმა ხომ იცის, რომ ილია მეორე არ გავარდნილა რუსთაველზე და არ ჩამდგარა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, არ შესკდომია არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს. არც ერთის დაუჭერია ეს ღიად და მოწოდებებით მხარი და არც მეორისთვის. არც მათ შორის ჩამდგარა და არ რა ქვია, ტყვია მემესროლეთ ერთმანეთს არის სულ თუ არ უყვირია. არ უქნია ეს ხო ყველამ ვიცი და ყველა იქ მისულმა იცოდა ეს. მაშინ რატომ მივიდა 2 მილიონი ადამიანი მის დაკრძალვაზე ამიხსენით და რატო სცემდა პატივს 2 მილიონი ადამიანი? ეს რამე დამალული ფაქტი ხო არ არის? ესე იყო, არ მისულა, არ გადაფარებია არავის ტყვიებს, ილია მეორე. მიუხედავად ამისა, მაინც მივიდა 2 მილიონი ადამიანი მის დაკრძალვაზე და პატივი მიაგო და ტიროდა და მამა დავკარგეთო, იძახოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატო ის 2 მილიონი ადამიანი დებილია და შენ ხარ ჭკვიანი შეჩემისა? იმ 2 მილიონმა ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტი სულიერი მამა როგორ უნდა იქცეოდეს და შენ იცი შენ ხეპრე? ელემენტარულად ბიჭო, რაღაც ლოგიკური კითხვა მაინც დაუსვით საკუთარ თავს, ესე ხეპრეებო, მაგრამ ამოხვედით ხელში ამ თქვენ რაღაც ვითომ ზნეობის თუ ვითომ მორალური კრიტერიუმების ქადაგებით, რომ აი ესე უნდა ექნა,
ისე უნდა ექნა და კომუნისტების დროს ასე უნდა ექნა და მერე სამოქალაქო ომის დროს ისე უნდა ექნა და მიშა სააკაშვილის დროს ისე უნდა ექნა და იმის დროს ასე თქვენი პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე აკეთებთ პატრიარქის შეფასებას, ხეპრეებოდა. ამას გელაპარაკებით წინა ვიდეოში და მაინც რო შემოდიხარ და ამას დაწერ, ოდიშა გიშლა ხარ უკვე. თავში დიშლა გიდევს, იმდან დაგადიშლავა შენმა ვიღაცა კერპმა პოლიტიკურმა, რომ ვეღარ ხვდები რას გელაპარაკებია. ხალხი მიწევს რომ არ მალაპარაკებს კერპობა და ზვიადისო, ეგ გალაპარაკებს ზუსტად. გადავედი მე ამის გვერდზე, ხა დაპლოკილია უკვე და არც ვიცი ხუივოზნაირ ვინ არის, მაგრამ აი ალექს ფერგუსონ აქ ნიკი Facebook-ზე გადადით და ნახეთ თელი მისი გვერდი თუ არ არის თავიდან ბოლომდე აი ეს რაღაცა მაპატიოს კიდე ერთხელ. ამასაც ვიტყვი რა ძალიან რბილად შევეცადე მე თქვა რა. აი ამ პოლიტიკური გუნდის სიმპათია ამ პირდაპირ არავის არ მინდა ვაწყენინო. მაგრამ აი ტიპი გარეკილი ზვიადისტია რა. ის კი არა ზვიადის პოლიტიკური კურსის მომხრე, არა. აი შერეკილი, შეფრენილი ზვიადისტი, ბიჭო. ესეთებმა დაანებეთ ზვიადისტებმა, მიშისტებმა, იმისტებმა, ამისტებმა, შევარნაძისტებმა, მათ შორის და თუნდაც ბიძინისტებმა დაანებეთ ჩემ გვერდზე შემოთრევას თავისო, ვერ გავიგე რთულია ძალიან. აი თურმე მის რა ქვია პატრიარქის ფუნქცია ყოფილა რომ სამოქალაქო ომი თუ დაიწყო ვიღაც მხარეს და ვიღაც ორ ტვინ გახურებულ მხარეს შორის გავარდეს უნდა თურმე და ჩადგეს შუაში და მოშიაკალას თავი. სად გინახიათ სოფლიო ომის სოფლიო კაცობრიობის ისტორიაში უამრავი სამოქალაქო ომი მომხდარა. რომელი პატრიარქი გინახიათ დამისახელეთ რომ გავარდნილა და გავარდა და შეაკალა თავი დაპირისპირებულ მხარეს, ოღონდ ერთმანეთს არ ესრულოთ მემესროლეთო თუ რაღაცა სისულელე. რომელ პატრიარქს უქნია ეს? ესე იგი არც ერთმა პატრიარქმა არ იცოდა რომ ესე უნდა მოქცეულიყო და თქვენ იცით? ეკლესიის ფუნქცია დანიშნულება არის ორივე მხარის სულზე ზრუნვა. კი, მან ის მოგიწოდებს ზოგადად რომ არ ვარგა სამოქალაქო ომი, არ შეიძლება და ხოცვა არ შეიძლება ამას რა თქმა უნდა ზედმეტი მოწოდება. ხოცვა და კვლავ არ შეიძლება, თუმცა არც ერთის მხარეს არ დადგება ესე ხისტად ის პატრიარქი და არც შუაში არ ჩახტება და არაფერი. ორივე მხარის სულის გადასარჩენად იღვაწებს და ზუსტად ასე მოღვაწეობდა ილია მეორე, ზუსტად ასე. და თქვენაირ გამოსირებულებს კიდე არ მინდა მაპატიე ღმერთო პატრიარქზე საუბრობდა ესეთი ლექსიკით საუბარი, მაგრამ თქვენაირ ტვინით დიშლებს იმ პატრიარქმა აი ის რო იწვა სამებაში რამდენიმე დღე, აი იმ იქ წოლით და იქ დუმილით გასცა. პასუხი, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი მივიდა მასთან პასუხის მისაგებად პატივის და თქვენ იჩერჩეთეთ რამდენიც გინდა ხეპრეებო ოღონდ ჩემი გვერდიდან გააძვით.